ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები და პედაგოგები მწერალ გურამ ოდიშარიას შეხვდნენ. ღონისძიება თბილისის 169 საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი მღვდელი ილია ბუკია. ღონისძიებას სკოლის დირექტორმა ნატო გაბოშვილმა გახსნა. მან დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში მწერალმა მის შემოქმედებასა და განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა. შეხვედრა 169 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა გურამ ოდიშარიას წიგნი დევნილთა უღელტეხილი ავტორთან ერთად განიხილეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი მღვდელი ილია ბუკია, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30-ზე მეტი კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. ღირებულებითი განათლების კლუბის ბავშვები გაეცნენ ნაწარმოებს დევნილთა უღელტეხილს და აქვთ შეხვედრა მწერალთან, ავტორთან, ბატონ გურამ ოდიშარიასთან. თვითონ ბავშვები, როდესაც გაეცნენ ამ ნაწარმოებს, ჰქონდათ ემოციები და გაიცნეს ის სამყარო, რომელიც 30 წლის წინ მოხდა და იმ სამყაროში იმოგზაურეს, რომელიც მათთვის იყო უცნობი. ამ მხრივ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ღირებულებითი კლუბი, ემოციურად იმ ღირებულებებს წარმოუდგენს ბავშვებს, რომელიც მათ ყოველდღიურად ხვდებათ და მასზე კარგი და სწორი აქცენტებით აღჭურვა ხდება სწორედ ამ ღირებულებითი კლუბის მეშვეობით. ამასე რომ მადლობა პირველ რიგში სკოლას, მადლობა ბატონ გურამს ამ შეხვედრისთვის და დროის დათმობისთვის, მადლობა პედაგოგს ქალბატონ ხათუნას და ყველა ბავშვს, რომელმაც ამ შეხვედრაში მიიღო ნაყოფიერი მონაწილეობა, იმიტომ რომ შეიქმნა წიგნიც ბავშვებმა არათუ წაიკითხეს ეს ნაწარმოები, არამედ ხელნაწერი წიგნიც შექმნეს, რომელიც დარჩება ამავე სკოლას. დღეს ვიმყოფები თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში და სანამ ეს შეხვედრა დაიწყებოდა, მანამდე ქალბატონ ნატო სკოლის დირექტორს ვესაუბრე და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ბავშვი სწავლობს ამ შესანიშნავად აღჭურვილ სკოლაში, ამ შესანიშნავ პედაგოგებთან ერთად. მამა ილიამ, რომელსაც დიდი ხანი არის ვიცნობ, თხოვა რომ იქნებ კიდევ ერთი შეხვედრა ბავშვებთან და მითხრა ამ სკოლის შესახებ და დღეს მოვედით. მით უმეტეს, როდესაც ამ სკოლის ბავშვებს თავის ხელით გადაუწერიათ ჩემი წიგნი დევნილთა უღელტეხილი, რომელიც 10-მდე ენაზე არის გამოსული და ამ დღეებში ქონდა პარიზში ფრანგული გამოცემის პრეზენტაცია იყო და გადაუწერიათ ეს თავისი ხელით დაუსურათებია ერთ პატარა გოგონასაც და ჩემთვის ავტორისთვის ეს ძალიან ისეთი გულის ამაჩუღებელიც არის, იმიტომ რომ ეს ეპიზოდი, რაზეც საუბარია ამ წიგნში, არის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცლები ჩვენი ისტორიის, უახლოესი ისტორიის და ამას ბავშვები გაეცნენ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბი ძალიან აქტიურად მუშაობს. ეს უკვე ერთია ამ სასწავლო წლიდან. და ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მამა ილია ხვდება მოსწავლეებს ყოველკვირეულად და ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობენ. და დღესაც ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება ქონდა, როდესაც ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ წერლის გურამ ოდიშარიას ნაწარმოებებს, წაიკითხეს, ხელნაწერი წიგნი შექმნეს, წიგნი, რომელიც გადაწერეს ბავშვებმა და ჩვენი სკოლის მატიანის ნაწილი გახდება. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, მოსწავლეები თავად სვამდნენ შეკითხვებს და ბატონი გურამი ძალიან გულისყურით, ძალიან საინტერესოდ ესაუბრებოდა მათ მის გავლილ გზაზე, გარკვეულ რჩევადარიგებებს აძლევდა და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ბავშვებს მთავარ ღირებულებებს ჩამოუყალიბებს, რაც არის პატრიოტიზმის გრძნობა, რაც იმ მთავარ ღირებულებას, რაც დღეს 21 საუკუნის მოსწავლემ და ბავშვმა უნდა გაითავისოს და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ხელშეუწყობს მათ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო ნათლად დავინახე თუ რისი გადატანა მოუწიათ დევნილებს ამ განვლილ გზაზე და უფრო შევიგრძენი ის რასაც ისინი გრძნობდნენ და ჩემთვის უფრო ნათელი და ცხადი გახდა ყველაფერი. ის რაც შეიძლებოდა არ ვიცოდი, დავინახე და გავიგე ამ წიგნის საშუალებით.